რაც ადამიანს აქვს ღვთისაგან, ეს არის მოვლენებისთვის სახელის დარქმევა, რომ მტერს უწოდო მტერი, მოყვას მოყვასი, მოღალატეს მოღალატე, პატრიოტს პატრიოტ, მოვლენას თავისი სახელი უნდა დაარქვა და ამას დღეს ისეთ კანონებს ღებულობენ, რომ ამასაც გვიგრძელავენ. მონას ვერ უწოდებ. შეურაცხყოფა არის, ვინც ნათელღებულია, მას ქრისტესგან აქვს დავალებული, რომ მონას მონა უწოდოს, მტერს მტერი უწოდოს და მოყვას მოყვასი უწოდოს და მტერს მეგობარი არ უნდა უწოდოს. დღეს გონებას გვიცვლიან, ცდილობენ ქრისტიანულ ერს გონება შეუცვალონ და არ დავარქვათ სახელები. და ეს შეუძლებელია. თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, თუ ჭეშმარიტების მიმდევარი ხარ, ხედავ ვინ მინ არის, განიკითხავს ნიშნავსო არჩევს მტერს, მოყვას, მეგობარს და ქვეყნის მოყვარულს და ქვეყნის მტერს.